მოგესალმებით. ალბათ უცნაური იქნება ჩემი ხმა რადიო ეთერში, მაგრამ რადიო ძველი ქალაქის ერთგული მაყურებელი, მსმენელი, მაპატიეთ, ალბათ დაიმახსოვრებდა, რომ ყოველ 24 ივლისს ჩემი ხმა ისმის ეთერში და ეს განპირობებულია იმით, რომ რადიო ძველი ქალაქის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სულის ჩამდგმელი, გადაცემების რედაქტორი ქეთი ბერძენიშვილი, ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი დაიბადა სწორედ 24 ივლისს და უკვე მესამე წელია ტრადიციულად მის დაბადების დღეზე ვცდილობთ მისი მეგობრები, ახლობლები, თანამებრძოლები შევიკრიბოთ მის მშობლიურ რადიოში და ვილაპარაკოთ ქეთიზე. შეგახსენებთ, რომ FM 7-9-ზე რადიო ძველი ქალაქის ეთერში ქეთი ბერძენიშვილის მოსაგონებლად შევიკრიბეთ მე ქეთი დეისაძე. მისი ძალიან ახლო მეგობარი, რომელიც სხვა ეთერებში არ ყოფილა და მე ძალიან ვიხარია, რომ მან ეს დღეს მოახერხა და არა მარტო ქეთის სამყოფელში, სადაც ესე ეძახის ქალბატონი მაგულივის ამჟამინდელ სამყოფელს და ჩვენ ვიკრიბებით დღეს იქ და სხვა თემებზეც რისთვისაც შევიკრიბეთ აქ ამაზე ვისაუბრებ. მე წარმოვადგენ თამარ ბაგრატიას, თამუნა ბაგრატიას, რომელიც იყო ქეთის უსაყვარლესი მეგობარი, მისი ახლო მეგობარი და მე თამუნა მადლობას გიხდი, რომ შენ მოახერხე და ჩამოხვედი და დღეს ჩვენს გვერდით ხარ და მაკა ხეცურიანი, ქალთა კლუბის პრეზიდენტი, ქეთის უახლოესი მეგობარი, თანამებრძოლი და მე ხა მიჭირს ალბათ მსმენელი შეატყობს ჩემს ხმასაც, ეტყობა ღელვა, მინდა ვთქვა, რომ 5 საათამდე სხვა დროს ჩვენ ყოველთვის უფრო ადრე ვიწყებდით ამ ეთერს და იყო უფრო მრავალფეროვანი და თითქმის უწყვეტ ეთერს ვაკეთებდით დილიდან, მაგრამ ენერგოსისტემაში არსებულ პრობლემები აქაც აისახა და დღეს რადიო ეთერი ხარვეზებით გადის და აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთი ეთერი იქნება, მაგრამ ჩვენ შევძლებთ, რომ ამ ეთერში ვისაუბროთ ქეთისზე. მე რომ არ დავღალო მაყურებელი, მსმენელი, მაპატიეთ, კიდევ ერთხელ მინდა გადმოგცეთ თქვენ სიტყვა და შემდეგ ვილაპარაკო სხვა იმ თემებზე, რომელსაც დღეს გეგმავთ. მაკა ძალიან მინდა შენ დაიწყო ყველაფრით. მე იცი როგორ მიჭირს ახლა ამ ეთერის წაყვანა, ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ მე ეს მოვახერხე და მაინც სივარ აქ და ესეც ალბათ გარკვეულწილად ქეთის დამსახურებაც არის და მინდა შენ ისაუბრო ქეთიზე მოიგონო და მოკლედ დღევანდელ დღეზეც ილაპარაკო ცოტა. მართლაც ქეთის სხვადასხვა მიზეზების გამო გმირების სტოლფასია, რომ შენ შეძელი დღეს აქ ამ ეთერის წაყვანა და 2 საათში შენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მისია დაგეკისრება, რაზეც ალბათ ვისაუბრებთ მსმენელი მიიღებს ინფორმაციას უშუალოდ იმ ღონისძიების შესახებ, რომლის, რა ვიცი, იდეის ავტორი და განმახორციელებელი შენ ახარ. დავიწყებთ იმით საუბარს, რომ ძალიან რთული არის ქეთიზე წარსულში საუბარი, მე დღემდე ქეთიზე ვსაუბრობ აწმყო დროში. მე ვფიქრობ, რომ ქეთი არსად არ წასულა, ქეთი ჩვენთან არის, კიდევ უფრო გაძლიერებული, კიდევ უფრო ღრმა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოქალაქე, ძალიან აქტიური მოქალაქე, რადგან მე ძალიან ხშირად, როდესაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვხებულობ, როდესაც ვდგავარ იქ, სადაც ვდგავარ, როდესაც მინდა რომ მე ჩემი სიტყვა ვთქვა, ხშირად ჩემ თავს ვეკითხები, ქეთი როგორ მოიქცეოდა ჩემს ადგილზე, ქეთი რას იზამდა ჩემს ადგილზე და მე მინდა გითხრათ, რომ ქეთი მე დღესაც მაძლიერებს და დღესაც კიდევ უფრო მეტ იმედს მომატებს ჩვენი ევროპული მომავლისკენ, რადგან ზუსტად ვიცი, ქეთი რომ დღეს აქ იყოს, ჩვენს გვერდით იყოს, ეხლა რეალურად გასხეულებული ქეთისგან იქნებოდა ყველა სხვა თვისებასთან ერთად ის ძალიან დიდი თვითდაჯერებულობა და ქეთისგან გამოაშჭვივებ და ის ძალიან დიდი მუხტი, რაც ჩვენ დღეს ასე ძალიან გვინდა იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ და ჩვენ ევროპული მომავალი კონდეს და ჩვენ მოვიპოვოთ ის რა გზაზეც ახლა იმედია ჯერ კიდევ დგავართ და ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული.
ახლა თამუნასთან გადავალ. თამუნა ქეთის დიდი ხნის მეგობარი იყო. თამუნა ძალიან აქტიური მოქალაქეა. ის არის სოციალური მეცნიერებათა დოქტორი, სხვადასხვა პროექტებში, სხვადასხვა დროს ქეთისთან იკვეთებოდა. მაგრამ მაინც თამუნა თუ კი შეძლებ შენ, აი რაც შეგიძლია ქეთისთან რაც გაკავშირებდა გაცნობიდან, იმიტომ რომ შენ დაუშვათ არ ახარ მისი თანაკლასელი ან კოლეგა დაუშვათ აქ არ ცხოვრობ ჩვენ ქალაქში და ნუ მოკეთ საიდან დაიწყო თქვენი ურთიერთობები? ჩემთვის მართლა საინტერესოა ეგ და ალბათ მსმენელისთვისაც საინტერესო იქნება საიდან დაიწყო თქვენი ურთიერთობები და აი რა გაკავშირებდა და რაც გინდა ქეთიზე რო თქვა. მე ვესალმები ჩვენ მსმენელს. ქეთი გავიცანი დემოკრატიის სკოლაში. ისევე როგორც მაკა და უამრავი 2012 და მე უნდა ვყოფილიყავი იმ კურსზე და ვიქნებოდა კურსი. მახსოვს რომ რაღაცა ქუთაისზე თქვი რაღაცა და შენიშნა მომცა რაღაცა პატარა. აი ეს ჩამჩა თითქოს იქ არ მესიამონა რომ ესეთი შენიშნა მომცა, ნუ მაშინ ახლა მე რაღაც ლექციას ვატარებდი და ესეთი შენიშნა მივიღე ქეთისგან და ეს ყოველთვის მახსოვს და ვითვალისწინებ და აი დაიწყო მე ჩვენი მეგობრობა. ხან კონფერენციებზე ვიკვეთებოდი სხვადასხვა შეხვედრების ადგილზე და მე იმ შემთხვევაში თუ მე და ქეთი არანაირ საქმიან ურთიერთობაში არ ვიკვეთებოდით, როდესაც ჩამოვდიოდი ქუთაისში, ქეთი იყო, ასე ვთქვათ, ჩემთვის ქუთაისი. იმიტომ რომ დამხვდებოდა ქუთაისში შესასვლელთან თავისი მანქანით, მომაცილებდა თუ რაღაცა დღის წესრიგი მქონდა ჩემი იმის მიხედვით განსაზღვრავდა თავის დღის წესრიგს და ქუთაისში ჩემი შემოსვლა იქ არ ვიცი იმას რა ქვია ზუსტად იყო ეს ქეთი თავისი მანქანით მელოდება ჩამისვავს მანქანაში და დღეს დილით ახლა როდესაც თბილისიდან ჩამოვდიოდი მიუხედავად იმისა რომ უამრავი ჩემი ბევრი მეგობარი მეგულებით აქ ხო მაკა შენ და ბევრი სხვა ისეთ უამრავ მეგობარი მყავს ჩემთვის ყოველი ქუთაისში ჩამოსვლა არის დიდი ტკივილი და იმ ადგილის გავლა იმიტომ რომ წარმომიდგება ქეთი როგორ მელოდება იმ ადგილას და აი ზუსტად 3 წლის წინ ამ დღეს ქონდა ბედნიერება და ქეთი ვნახე, როდესაც საავადმყოფოში იყო და სრულიად მოულოდნელად მე არც ვიცოდი თუ მქონდა საავადმყოფოში შესვლის უფლება და მივედი ვერ ვიხსენებ რომელი წიგნი ვუყიდე, მაგრამ როდესაც შევედი მაღაზიაში ვიფიქრე რომ აი მე ხა ეს წიგნები ქეთის ყველაფერი წაკითხული ექნება და მინდოდა რაღაცა უცნობი შედარებით უცნობი ავტორი მომეძებნა რომ შეიძლება ქეთის არ აქვს ეს წიგნი და რომელიღაცა ლათინოამერიკელი მწერალი ვიპოვე შედარებით უცნობი და ეს წიგნი წაუღე და არც იცოდა ქეთი მისე მივედი და მიულოცე დაბადებისდღე და არც ვიცოდი თუ ექიმები მომცემდნენ შესაძლებლობას რომ შევსულიყავი და მე ნახა და აღმოჩნდა რომ თურმე უკანასკნელად ხედავდა ქეთის გარდაცვალება ჩემთვის იყო უფრო რთული იმ მხრივ რომ მაშინ არ ვიყავი მე საქართველოში გერმანიაში ვიყავი გაცვლითი პროგრამით უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილე და ისე მოხდა რომ როდესაც მომწერეს რომ ქეთი გარდაიცვალა იქ ახლა ძირითადად მარტო ვიყავი ხო ამ გაცვლითი პროგრამით მარტო ცხოვრობდი გერმანიაში და აი ეს დღე როდესაც მომწერეს რომ ქეთი გარდაიცვალა არ ვიყავი მარტო და ვიყავი ჩემ მეგობრებთან ერთად სხვა ქალაქში წასული და ვეუბნებოდი ჩემ მეგობრებს რომ კიდე კაი თქვენ ხართ ახლა ჩემს გვერდით რომ თქვენ არ იცით რომ მე ვზივარ ახლა ნიურნბერგის რაღაც რომელიღაცა კორპუსში ოთახში მოდის ეს ინფორმაცია და მე ამ ტკივილს მარტო როგორ შევხვდებოდი და აი ამაში მეთქი გამიმართლა რომ მე ქეთის გარდაცვალების ამბავი არ გავიგე მარტო მყოფმა და ჩემი მეგობრები იყვნენ ჩემს გვერდით რა ვიცი აი ქეთი როგორც მაკამ აღნიშნა უზომოდ პატრიოტი თავისი ქვეყნის უზომოდ პატრიოტი ადამიანი უზომოდ ნიჭიერი ადამიანი არ უნდა ხა აი ამ ყველა მეცის ხა რაღაც არ მინდა ბანალური ვიყო ამ არა სულაც არა მე მიმეჩნია რომ რაც მეც ვიტყვით და ერთმანეთსაც ვეტყვით ამით არაფერი არ შავდება აი როდესაც უკვე გარემოს დაცვის სფეროში ვიყავი ეს უაინტერესებდა ეს გარემოს მდგომარეობა და ხა როდესაც წიგნი გადავშალე ესეთი ლექსიკონი ამინდის პროგნოზი სულცულიდი ხოლმე ეს ამინს მეკითხებოდა ხოლმე როგორი ამინდი იქნებოდა და რაღაც ისე რა ქვია რაღაცა ლინკებს ვუკვდებდი რომ შეიძლება ვთქვათ ყველაზე შედარებით
მაღალი ალბათობით ამინდი ინახა და ესეთი ლექსიც გქონია დაწერილი. ამინდის პროგნოზი. მოკლედ არ ვიცი, ქეთი არ დააკლდა როგორც ამბობენ ქალაქს, დააკლდა ყველას. ყველა ადამიანს. ვინც მას იცნობდა სრულიად საქართველოს და აი მართლა დღევანდელი დღეც არის აი ესეთი ტკივნეულის, მაგრამ რაღაცა პატარა სიხარულიც ახლავს, არ ვიცი ეს როგორ თქვა, რომ აი ასეთი ადამიანი გვყავდა ჩვენ მეგობარი. ძალიან დიდი მეგობარი და ჩვენ ალბათ ყველას რაღაცნაირად გვეიღბლა ეს რომ ქეთი გყავდა. ყოველ ჩვენგანს მისი ქეთი ყავდა, ამაზე უკვე ჩვენ შევთანხმდით და ვიცით რომ ეს ესეა. ყოველი ჩვენგან იმას ისე უყვარდა რომ ჩვენ გჯეროდა რომ აი მე ვუყვარვარ ყველაზე მეტად და ეგ მართლა ასე იყო. ის იყო ძალიან გულწრფელი და ის იყო თავდაუზოგავი და მე კიდეც ვთქვი რომ რესურსია ყველაფერს და მან ეს რესურსი იმაზე ადრე ამოწურა, იმიტომ რომ ყველა ჩვენგანში ჩადო ძალიან ბევრი სიყვარული, სითბო, სიკეთე და დატოვა და მე ახლა მინდა მსმენელს ვუთხრა რომ დღეს იქნება ქეთის მორიგი წიგნის პრეზენტაცია. ქეთის გარდაცვალებიდან ძალიან მალე გამოიცა მისი ლექსების კრებული, თუმცა ქალთა კლუბმა, რომლის აქტიური წევრიც იყო ქეთი ბერძენიშვილი და რომელსაც თავმჯდომარეობდა კიდეც ერთ-ერთი საანგარიშო წლის პერიოდში, ქალთა კლუბმა გადაწყვიტა, რომ კიდევ გამოეცა ქეთის წიგნი, უბრალოდ უფრო ადრეც მქონდა ეს ჩანაფიქრი, მაგრამ რაც მეტი გამოიცა მეტანე და კიდევ ვინმეს გაუჩნდებოდეს ეს იდეა და შესაძლებლობა და მოკლედ ჩვენ ეს შევძელით და ეს იყო საზოგადოების მხარდაჭერით, ძალიან აყვა საზოგადოება, როგორც კი დავდეთ დიდხანს არც გქონია ამაზე სათხოვნა, იმიტომ რომ როგორც კი ამის თანხა შეკრობდა, რა თქმა უნდა, მეტად აღარ შევაწუხეთ არავინ და ეს წიგნი, ქეთის ლექსები და მისი Facebook ჩანაწერები, რაც ჩავთვალეთ საჭიროდ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ მოიცავდა ეს წიგნი, მაგრამ ლექსები სრულად, რაც დატოვა, ნაწილი უფრო სწორად და Facebook ჩანაწერები წიგნთან ახლავს ქალთა კლუბის წევრების მოგონებები ქეთზე და მე მართლა ვამაყობ ახლა უკვე როცა ხელში მიჭირავს ეს წიგნი, ვამაყობ რომ ეს შევძელი და მადლობა შენ ამისთვის, ამ იდეის მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ შენ ეს როცა გაიგე რომ მე მქონდა ეს იდეა, მე რაღაც მომენტში, როდესაც გამოიცა ქეთის წიგნი, ვთქვი რომ ხო გამოიცა, აღარ არის საჭირო და შენ მითხარი რომ არა, ეგ იდეა შენ გქონდა და უნდა მიიყვანო ბოლომდე და შენ არა მარტო ამ საქმეში, სხვა საქმეშიც ყოველთვის ეს ახლა ჩემი გვერდით მდგომი და მე ამისთვის კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას რომ ეს პროექტი განხორციელდა და ჩვენ ეს წიგნი დღეს გვიჭირავს ხელში და მე მჯერა რომ ჩვენ გქონდა კიდე სხვა იდეა, სხვა გამოცემის იდეა და ალბათ ამასაც შევძლებთ როდესმე ეს რომ გავაკეთოთ. მე მინდა ვთქვა რომ ამ წიგნზე ვიმუშავეთ მე მაკა ხეცურიანმა ქალბატონმა მაგული ჩხობაძემ, ნანა დოღონაძემ, იაიაშვილმა და მარიკა ვაჭარაძემ. ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მისი მხატვრობა ამ წიგნისთვის კონკრეტულად შეასრულა მხატვარმა ლევან ვეკუამ და მაინც უნდა ვთქვა ერთი საოცარი რამ, რომ როდესაც ამ წიგნზე დავიწყეთ მუშაობა და მის დიზაინზე ვფიქრობდი, თვალებში მქონდა ალუბლის რტო. არ ვიცი რატომ, ალბათ მე ვაბრალებდი იმას, რომ აქ აქვს ქეთის ლექსები ყვავილებზე, ალუბლის ქუჩაზე მოსეირნე გოგოზე, წითელკაბიანზე და რაღაც ალბათ ეს იყო ინსპირაცია და საოცრება მოხდა დროს 4 დღის წინ, როდესაც მოსაწვევზე 5 დღის წინ ზუსტად არ მახსოვს, როდესაც დღევანდელი საღამოს მოსაწვევზე დავიწყე მუშაობა, ფოტოები რა გინდათ გასაკვირად არ უნდა მოგეჩვენოთ, მე წავშალე მთლიანი ფოლდერი, იმიტომ რომ ვერ ვუძრებ, ჩემს ძალიან დიდი ემოცია და რომ დავამთავრე წიგნზე მუშაობა, მთლიანი ფოლდერი სადღაც შევინახე და ეკრანზე რა ფოტოებიც მქონდა წავშალე, იმიტომ რომ ვაწყდებოდი მართლა მიშლიდა ხელს მუშაობაში ემოციური თვალსაზრისით და ის ფოლდერი ვეღარ ვნახე და ამიტომ გადავედი ახლა ქეთის გვერდზე, რასაც არ ვაკეთებ, რა თქმა უნდა, მე ამ დრომდე ვერც საფლავზე დავდივარ ისეთი ინტენსივობით,
ვერც მის ფოტოებს ვნახულობ, ვერც ჩანაწერებს, ჩვენი სამესიჯო ჩათიც არ გამიხსნია ამ დრომდე. ეს არის რაღაც ალბათ მოვადრო, როცა უფრო შევალ ამაში და დავუბრუნდები ამ რაღაცებს. დღემდე ცხელია ეს ემოცია და ამის გამო და ჩავყევი ქეთის პოსტებს და მისი გადაღებული ფოტო ვნახე ალუბლის რტოსი. და მაკას ჩაუგდე და იქვე იაიაშოს და მარიკა ვაჭარაძეს, რომ ნახეთ ერთი წამით ეს და ყველა დავმონჯდით, რა თქმა უნდა და არ ვიცი, დღემდე არ ვიცი კიდე რა იყო. მე ვიცი, რომ ჩვენ შორის კავშირი არ არის გაწყვეტილი. ეს ხო, ეს არ არის გაწყვეტილი და ეს იყო დასტური კიდევ ერთხელ, რომ ქეთისთან კავშირი არსებობს და ის კავშირზეა დღემდე. მოკლედ მინდა მსმენელს უთხრა, რომ გამოვიდა ქეთი ბერძენიშვილის ლექსებისა და ჩანაწერების კრებული, რომელსაც სათაურად შეურჩიეთ მისივე ლექსიდან პერიფრაზი ყველა ბაღიდან წავა ზამთარი, იმიტომ რომ ქეთი იყო უსაშუალოდ ოპტიმისტი, ქეთი იყო თვითონ გაზაფხული, ქეთი იყო, რა ვიცი, ყველაფერი ის რაც იცინის, ის რაც ხიარულია, ის რასაც მოაქვს პოზიტივი და მე მჯერა რომ რაღაცნაირად ჩვენ ამითაც შევძელით მისი უკდაუყოფა, ის რომ სულ გახსოვდეს და მე დავიწყე რომ როცა ვაგზავნიდი ამ მოსაწვევებს, ყველა პასუხად მწერდა რომ ქეთის დავიწყება არ უწერია და ეს ძალიან სასიხარულო ამბავია რომ ყველა გარშემო რომ გრძნობს იმას რომ ჩვენს გულებში ცოცხალია და ქეთის დავიწყება ნამდვილად არ უწერია. მოკლედ ეს წიგნი ადასტურებს ამას და მინდა მაკა შენც თქვა ამ წიგნის შესახებ. კი, თვითონ ხო იცით, ყოველი ახალი წიგნის დაბადება არის, ახალი წიგნის გამოცემა არის ახალი დაბადება, ისეთი და მე ვფიქრობ, რომ ქალთა კლუბმა ამ ჟესტით, ესე ვთქვათ, ამ ფაქტით ქეთის წინაშე, ქეთის სოუნის წინაშე არ მინდა ვთქვა ეს სიტყვა, მაგრამ ფაქტი არის, რომ უკვე ესე ვთქვათ, მოცემულობის წინაშე ვდგავართ. ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ და ეს სხვა ფორმითაც, სხვა ქმედებითაც მომავალ წლებში აუცილებლად გაგრძელდება. ამ კრებულში შეტანილი არის გარდა ქეთის ლექსებისა და ქალთა კლუბის წევრების ჩანაწერებისა, ასევე Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გარდა შეტანილი არის ერთი ძალიან საინტერესო სტატია სახელწოდებით ფემინისტური მოძრაობა ქუთაისში, რომელიც ქეთიმ მოამზადა და მოხსენებით წარდგა ქალთა კლუბის კონფერენციაზე. იმ კონფერენციასთან უნდა თქვენც ესწრებოდით ქალბატონ რუსუდან კირვალიშვილთან ერთად, ეს იყო 2015 წელს. და ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ეს სტატია შეგვეტანა. ძალიან საინტერესო სტატია. რაც შეეხება ქალთა კლუბის წევრებისგან, ამ წიგნში არის გაერთიანებული წერილები, გარდა ჩემი წერილისა, გარდა თავად ქეთი დეისაძის წერილისა. მასში არის გაერთიანებული ასევე ნანა დოღონაძის, იაიაშვილის, მარიკა ვაჭარაძის, ხათუნა ცანავასი, ნუგეშა გაგნიძის, თამუნა ებრალიძის, ნატალია რევიშვილის, მაია კვინიკაძის, მაია კოკეზევაძის, მაკა აბაიშვილის, მარიკა ჩხიკვაძის, მადონა ბარათაშვილის, თეონა გოგიშვილის და ქალთა კლუბის საპატიო წევრის მერი ლობჟანიძის წერილები, უბრალოდ კონკრეტიზაცია მისაშეწონილად ჩავთვალე იმის გამო, რომ თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი ესე ვთქვათ, სითბო და ტკივილი ჩადო ერთდროულად აი ამ წერილების წერის დროს. თუმცა დღევანდელი წიგნის პრეზენტაცია, რაც ახლა უკვე 7 საათზე სასტუმრო არგოში გაიმართება და რაზეც ისაუბრე და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა თვითონ არგოს ადმინისტრაციას მხარდაჭერისათვის. ყველა სტუმარს თხოვთ, რომ ეს საღამო ძალიან მინდა იყოს სრემლების გარეშე. ეს საღამო მინდა იყოს ისეთივე ხალისიანი, ისეთივე პოზიტიური, როგორიც თავად ქეთი იყო. ეს უნდა მოვინდომოთ. და ზუსტად ის ფერები უნდა შევეცადოთ, ესე ვთქვათ, ფიგურირებდეს ამ საღამოზე, რა ფერებსაც ქეთი ასხივებდა და აკაშკაშებდა. ქეთი იყო ძალიან მკვეთრი ფერი, რომელიც ძალიან მკვეთრად აჩნდა არა მხოლოდ ქალაქს.
მართლა ძალიან გვიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უნდა შევეცადოთ, რომ აი პოზიტიურად დავინახოთ და პოზიტიურად წარვადგინოთ თუნდაც მოწვეული სტუმრების წინაშე. ვცდილობ ყოველთვის მაინც არ გამოგვდის ცერემონიების გარეშე, პირადად როცა ვნახულობ შემდეგ იმ მოგონების აღამოებს თუ რაც კი გქონდა ამ პერიოდში, ფოტოებზე ეტყობა ყველაფერი, რომ მაინც ვერ ავართ ჩვენ ისეთი ხალისიანები, როგორც არ უნდა გვინდოდეს. აი ხა მე ამ წიგნიდან ქეთის ლექსებს წინა წლებშიც ესეც გავაკეთეთ, რომ ის ლექსებს ვაჟღერებდით აქედან, მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო წერილი აქ ნუგეშა გაგნიძის და აქ არ ვიცი მსმენელს ყველას რამდენად მიუწვდება მე ამ წიგნზე მინდა ვთქვა რომ ეს საზოგადოების მხარდაჭერით გამოდის და არ გაიყიდება არ არის ესეთი ვრცელი ტირაჟი მხოლოდ სასაჩუქრე გამოცემა და ამიტომ საჩუქრად დარიგდება თუ კი შემდეგში მოგვეცემა ამის საშუალება არ ვიცი ალბათ უნდა მოვიდომოთ კიდეც ეს რო იყოს რომ სხვა ფორმატითაც გამოიცეს ქეთის სხვა ჩანაწერებიც არსებობს, რომელთაც ჯერ ხელი არ მიგვიწვდება ჩვენ და თუ კი გადაწყვეტენ ამის გასაჯაროებასაც მე ძალიან ოჯახის წევრი. ხო, რა თქმა უნდა, მე მზად ვიქნები ყოველთვის ჩავერთო, თუ ბოლომდე ვერ უზრუნველყოფ ამ ყველაფერს, ჩემს წილს ყოველთვის დავდებ ასეთ საქმეში და მით უმეტეს, როცა ეს ქეთი ბერძენიშვილს ეხება. ნუგეშა გეგნიძის წერილი არის ამ წიგნში და ამიტომ გავამახვილებ ყურადღებას, რომ ქეთის მიმართ ჩვენი შთაბეჭდილებები არ არის განპირობებული მხოლოდ იმით, რომ ჩვენი მეგობარი იყო და ჩვენ ესე გვიყვარდა. აქ ნუგეშას წერილში სწორედ ის არის, რომ გერმანელი სტუდენტი გოგო როცა ჩამოვიდა საქართველოზე და წერდა ნაშრომს, აი წავიკითხავ ახლა მე რომ პერიფრაზირება არ გავაკეთო, ზუსტად ესე. გახსოვს ნუგეშა წერს ქეთის გახსოვს გერმანელი გოგონა რომ მოვიყვანე შენთან ინტერვიუსთვის მარია ვალტერი ერქვა ჰაიდელბერგის გიმნაზიის მოსწავლე იყო და თემას წერდა სათაურით ქალი საქართველოში თვითონ ჟურნალისტობას აპირებდა ამიტომ მოვედით თქვენთან რადიო ძველქალაქში მერე ნაშრომი დაწერა საგანში საქართველო და წარმატებით დაიცვა მე-12 კლასში მასში ქართველი ქალი ჰყავდა წარმოჩენილი ყველა თავისი ღირსებით წმინდა ნინო თამარ-დედოფალი ქეთევან ქართველი და სხვა ისტორიული პიროვნების ცხოვრება და მოღვაწეობა შეისწავლა და გამოიკვლია. მარიამ, განსაკუთრებით საყურადღებო კი ის ნაწილია მის ნაშრომში, სადაც იგი წერს შენზე, 21 საუკუნის ნიჭიერ წარმატებულ დამოუკიდებელ ქალზე, დედაზე, ჟურნალისტზე. ნაშრომის ამ თავს ქვია ქეთი. გერმანელი გოგონას თვალს არ გამოვპარვია არც ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი შეხვედრისას. დასრულებული ნაშრომი რომ ვნახე ყდაზე საქართველოს რუკითა და ქართულად დაწერილი სათაურით ქალი საქართველოში აღფრთოვანება ვერ დავფარე. ვთხოვე ელიზაბეთ ფონ დანდენის დირექციას მოეცათ ჩემთვის 25 გვერდიანი ყოველნაირად მოწესრიგებული და ანგარიშ გასაწევი ნაშრომი. შენთვის მინდოდა მომეტანა, მაგრამ ვერ მოვახერხე. დევს ახლა იგი ჩემს სამუშაო ოთახში წიგნების თაროზე და როცა შევხედავ, ვფიქრობ, მარიას თემა ქეთის უნდა ვაჩვენო. მარია უკვე ავსტრიაშია, ჟურნალისტად მუშაობს და მისთვის საქართველო ასოცირდება ქეთისთან. და ეს არ არის უბრალო რამ და სწორედ ამიტომ დავწერე რომ ქეთის მასშტაბი რომ ასეთი განუზომელი იყო და ქეთი რომ იყო განსაკუთრებული ყოველ მხრივ ეს მხოლოდ მისი მეგობრებისთვის არ იყო თვალსაჩინო და მხოლოდ ჩვენ არ ვიყავით მისით მოხიბლულები. მოკლედ ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას ქეთისზე, უსასრულოდ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ჩვენ გადაცემის დასაწყისში ახსნენით თუ რატომ შემოვიფარგლებით დღეს ასე მოკლედ და რატომ ვერ შევთავაზეთ მსმენელს უწყვეტი ეთერი. ჩემთვის ეს მოკლე მონაკვეთის და ეს ფრაგმენტიც კი მძიმე იყო ემოციურად, მაგრამ მადლობა ყველას და ყველაფერს სამყაროსაც და ჩემს ახლო მეგობრებსაც მადლობა თქვენც რომ ამის შესაძლებლობა მომეცით. და მე კიდევ ერთხელ გადმოგცემთ სიტყვას თქვენგანს თამონა შენც მინდა თქვა და მაკა შენც მინდა თქვა და შემდეგ დავამშვიდობოთ ჩვენს მსმენელს და ჩვენ წავიდეთ ქეთის სამყოფაში და შემდეგ 7 საათზე შევძლოთ მისი წიგნის ღირსეული პრეზენტაცია ისე როგორც ქეთის გაუხარდებოდა და ისე როგორც მას ეს ეკუთვნის მან ეს დაიმსახურა თამონა ხო, ძალიან რთულია კიდევ ასე თქვას რამე დავამატო. უბრალოდ მინდა უთხრა ქუთაისელებს, რომ ძალიან ამაყები არიან, რომ ესეთი თანამოქალაქე ყავდათ
დღესდღეობით ძალიან იშვიათია ესეთი ადამიანები დამიჯერეთ. აი მე ქეთის თვისებები ჩამოთვალე და დამამწყდა ერთი მთავარ თვისებაზე მე საუბრო უაღრესად სამართლიანი ადამიანი იყო ქეთი. ანუ თავის მიმართ, სხვების მიმართ ესეც გამორჩეული თვისება არის ადამიანის, ანუ მისი ნებისმიერი რაღაცა შეფასება იმდენად ობიექტური იყო ყველას და ყველაფრის მიმართ, რომ ეს ყოველთვის განმაცვიფრებდა მასში. ნებისმიერ მომენტში ის არ კარგავდა სამართლიანობის გრძნობას და აი რა ვიცი ჩვენ სანამ წავალთ ქეთისთან მანამ აი ესე შევიკრიბებით ყოველთვის და ვისაუბრებთ და დარწმუნებული ვარ ყოველ წელს ახალ აღმოჩენებს გავაკეთებთ ქეთის შესახებ. მადლობა თამონა, კიდევ ერთხელ მადლობა რომ შენ დღეს ჩვენს გვერდით ხარ, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი როგორ გაუხარდებოდა და ყოველთვის ამის არ მინდა რომ დამავიწყდეს ჩემი თამონა ესე გახსენებდა. ჩემი თამონა ბაგრატია იტყოდა და ამაში ძალიან დიდი სიყვარული და სითბო იგრძნობოდა და ვიდრე მაკასთან გადავალ სიტყვით, მე არ მინდოდა ეხა პოლიტიზირებისგან მართლა ვცდილობ ბევრი რამის გამო, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში იმდენი რამე ხდება ყოველდღიურად ისეთ სტრესებში ვარ და ისეთ შოკებში ვარ ყოველდღიურად და იმდენი რამეა რომელს დავედოვნოთ სად რა ვთქვათ სად ვიცინოთ რა გავაპროტესტოთ ხშირად გვიჭერს მაგრამ არ შემიძლია არ თქვა ეხა ეს იმიტომ რომ ზუსტად ვიცი და მე ვიცი თქვენ დამეთანხმებით დღეს ქუთაისში საქართველოს პარლამენტის იმ შენობაში სადაც იყო ქუთაისში პარლამენტი და ჩვენ ამიდიას შეწირული ხალხი ვართ ასე ვთქვათ მაგრამ მაინც მჯერა რომ ეგ ესე იქნება და ქეთი იყო დატოვე პარლამენტი ქუთაისის ორგანიზაციის აქტიური წევრი ზუსტად ვიცი დღეს იმ შენობის შინაარსის ცვლილებას ქეთი ბერძენიშვილი არ დატოვებდა უყურადღებოდ და მე ზუსტად ვიცი მხოლოდ ის რომ წასული იყო და მარტო ის რომ ყოფილიყო ის აუცილებლად იქ იქნებოდა დღეს იმ ცნობილი ბანერით დატოვე პარლამენტი ქუთაისში და ეს აუცილებლად უნდა მეთქვა და კიდევ კარგი რომ არ დამოვიწყდა ესეთი რემარკად ჩათვალეთ არანაირი პოლიტიზირება არც მე არ ვაპირებ იქ წავიდე და გავაპროტესტო მე ჩემს პროტესტს ვამბობ იქ სადაც ამაქვს ჩემი პლატფორმა სადაც აზრი დაკარგა რაღაცებმა იქ აღარ ვაპირებ ვინმეებს ეს პიტნად შევჩარო მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ ქეთი იქნებოდა იქ და ქეთი მაინც იტყოდა სათქმელს ქეთის არ დააბრკოლებდა ის რომ აზრი არ აქვს მისთვის ექნებოდა აზრი ამას და აი ამ ხრივაც დააკლდა ქალაქს ამ ხრივაც დააკლდა ქვეყანას და ამ ხრივაც დააკლდა ყოველ ჩვენგანს მე პირადად ძალიან დამაკლდა და მინდა ვთქვა ეს იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ როდესაც სწორად თქვით ამონა უსამართლობას შევეჩეხი ამ 3 წელიწადში პირადად ჩემთვის ან მე ყოველთვის ფიქრობდი რომ აი როგორ დამაკლდა რომ ქეთი რომ ყოფილიყო ამ სამართლობას ასე არ გაატარებდა და ის ჩემს გვერდით იქნებოდა და ყოველ ჩვენგანს ამითაც დააკლდა მაგრამ მე ქეთის აქაც მინდა ვუთხრა და დავდო პირობა რომ რა თქმა უნდა არასოდეს არ შევეგუები იმას ყოველთვის ვიქნები იმ იდეების გამტარებელი და ისეთივე გამპროტესტებელი და ისევე მედგრად ვიდრე შევძლებ სადაც იდგა და როგორც იდგა ქეთი ბერძენიშვილი ისევე ქეთი როგორც არ ვეგუებით თქვათ დატოვე პარლამენტში დატოვეს პარლამენტი ქუთაისში საზოგადოებრივი მოძრაობის დანარჩენი წევრები და ჩვენ არ უშვებთ ხელიდან შანსს რომ არ დავაფიქსიროთ რომ როგორც თავის დროზე იყო კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის ერთადერთი ადგილსამყოფელი არის ქუთაისი და მე დარწმუნებული ვარ რა თქმა უნდა არა მთავრობის პირობებში მაგრამ ქუთაისი ისევ გახდება საპარლამენტო დედაქალაქი რაც შეეხება ვიდრე დავიმშვიდობებით მსმენელს მინდა 3 საკითხზე გავამახვილო ყურადღება და დავიწყებ თამონასთან მიმართებაში პირველ რიგში თამონა მართლა ძალიან დიდი მადლობა რომ დღეისათვის სპეციალურად დღევანდელი სახამოსთვის აი ამ პრეზენტაციისთვის სპეციალურად ჩამოხვედით თბილისიდან და როცა იყო თქვენი ზარი რომ ესე მოვდივარ ქუთაისში პირველი რაც გამახსენდა და თან ქალთა კლუბთან მიმართებაში არის დღევანდელი ღონისძიება ქეთის ინიციატივით როდესაც ის თავმჯდომარეობდა ქალთა კლუბს და გარემოს ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, როდესაც თქვენ ხელმძღვანელობდით გარემოს ეროვნულ სააგენტოს ქუთაისში დავაწესეთ მდინარე რიონის დაცვის დღე. ეს იყო 2 დეკემბერი.
და ნუ ადგილობრივი თვითმმართველობით, მაგრამ თვითმმართველობის მაშინდელი შეთანხმებით, მაგრამ ძალიან სამწუხარო არის ის, რომ ვერც ერთ წელს ვერ შეძლო ადგილობრივმა თვითმმართველობამ თუნდაც ძალიან მცირედი ჩადებულიყო ბიუჯეტში ამ თვალსაზრისით, რომ ყოფილიყო გარკვეული ღონისძიებები ამ მიმართულებით გატარებული უბრალოდ. ეს მინდოდა რომ გამეხსენებინა თქვენთან მიმართებაში. მეორე საკითხი, ქეთი შარშანდელი დაბადების დღე მინდა გავიხსენო ზუსტად 24 ივლისი, როდესაც ასევე ქეთის ინიციატივით, დეისაძის ინიციატივით ქეთის საღამო გავაკეთეთ ქალთა კლუბმა, საიუბილეო საღამო და აქ მინდა ყურადღება გავამახვილო ლოკაციაზე, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს საღამო გაგვეკეთებინა. ეს ადგილი იყო პრესის მიმდებარედ არსებული სკვერი, რომელსაც რამდენიმე წელია ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილობრივი მთავრობა გვპირდება, რომ ქეთი ბერძენიშვილის სახელი მიენიჭება, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მესამე წელია უკვე ჩვენ ამას ვითხოვთ, მსვლელობა მაინც არ მიეცა. მაგრამ მსვლელობა არ მიეცა. ნუ თან ცოტა ისეთი მართლა არ გვინდა პოლიტიზირება დღევანდელი ეთერის, თუმცა აბსურდული მიზეზით, რომ პატივგების კომისია ამ დრომდე ვერ შეიკრიბა, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო. დანარჩენი ყველაფერი მოგვარებულია და მესამე საკითხი, რაზეც მინდა ეთერის დასრულებამდე გავამახვილო ყურადღება, ეს არის ის, რომ შარშან 2025 წლის იანვრის შემდეგ ყოველი თვის იანვრის თვეში ქალთა კლუბი გასცემს წელიწადში ერთხელ ქეთი ბერძენიშვილის სახელობის პრემიას. ეს არის ქალთა კლუბის ტრადიციული ღონისძიება, პოზიტივის დღე, რომელსაც სახელი სწორედ ქეთი მიანიჭა. და ამ წელს ყოველწლიურად შარშან გაიცა პირველი პრემია და ყოველწლიურად მომდევნო ყოველ იანვარში გაიცემა ეს პრემია. გამომდინარე იქედან, რომ ქეთი იყო ძალიან მრავალმხრივი ადამიანი, სხვადასხვა სფეროებში გაიცემა ეს პრემია, რომელშიც ქეთი მეტნაკლებად იყო რეალიზებული. პირველი პრემია ეს იყო, ესე ვთქვათ, ჟურნალისტისთვის გაიცა პრემია და ეკა ფხაკაძეს გადაეცა ეს პრემია, ძალიან წარმატებულ ჟურნალისტს და წარმატებულ მოქალაქეს დამსახურებულად. რაც შეეხება იქვე გავაჟღერეთ და ეხლაც განმეორდები, მომდევნო იანვარში, ანუ 25-ში გადაწყდა, 26-ში გაიცა და 27 წლის იანვარში ქეთის პრემია გადაეცემა სამოქალაქო აქტივისტს. ასე რომ ეს ყოველთვის გაგრძელდება. ქეთი იყო როგორც ფილოლოგი, როგორც ძალიან ბევრი სხვადასხვა, ესე ვთქვათ, მიმართულებით იყო ქეთი ძალიან ესე თავის სიტყვას ამბობდა და ეს ყოველთვის ვიდრე ქალთა კლუბი არსებობს, ქეთი ბერძენიშვილის პრემია გაიცემა ყოველწლიურად. მადლობა მაკა, მე რა თქმა უნდა არ მინდოდა პოლიტიზირება და უბრალოდ დაემთხვა დღეს და ეს რა ვიცი როგორი დამთხოვა იყო ეს და თქვი და მე მგონი დამეთანხმეთ ამაშიც, რომ ესე იქნებოდა ნამდვილად. მოკლედ მსმენელს შევახსენებ, რომ დღეს ქეთი ბერძენიშვილის დაბადების დღეა და ჩვენ აქ მისი ძალიან ახლო მეგობრები შევიკრიბეთ ისევე როგორც სხვა მის დაბადების დღეებზე 24 ივლისს ვიკრიბებით და საუბრობთ ქეთიზე. ვცდილობთ ამ დღეს აქ ქეთი იყოს იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც მას სურდა ყოფილიყო და იყო კიდეც დაგემშვიდობებით და ყველა მსურველს, ვისაც სურვილი აქვს, ვინც ახლა გვისმენს და ქეთის იცნობდა და ჩვენს გამოგვრშა და უშოთ მხედველობიდან ან ჩვენ არ ვიცნობდით და არიან ესეთი ადამიანები უამრავი, ვისაც ძალიან უყვარდა ქეთი ბერძენიშვილი და პატივსცემდა მას როგორც შემოქმედს, როგორც ჟურნალისტს. მე ვეპატიჟები ყველას სასტუმრო არგოს ეზოში, სადაც 7 საათზე შევიკრიბებით და მისი წიგნის პრეზენტაციას გავმართავთ. მოდის გიხდით, ვიდრე დაასრულებთ ეთერს, დღეს არგოში აუცილებლად გვეყოლება ქალბატონი ქეთის მეუღლე ირაკლი მაჩილიძე, რომელიც არა მხოლოდ მეუღლე იყო მისი თანამებრძოლი, გვეყოლება მარიტა მისი ქალიშვილი და ძალიან სამწუხაროა, რომ ჯანმრთელობის გამო ქალბატონი მაგული დღეს ვერ ახერხებს ყოფნას და მინდა რომ მხნეობა უსურო ქალბატონ მაგულის და ის ყოველთვის არა მარტო ქეთის გვერდით
ყველა ჩვენგანის გვერდით არის და გვინდა რომ აი ყველა ჩვენგანის ბურჯა ძალიან დიდხანს გვეყოლოს ქალბატონი მაგული. გიერთები ამ სროლში აღარ ჩამოვალ. დასასრულისკენ მიდის ჩვენი გადაცემა. სარეჟისორო პულტთან ირაკლი იყო, რომელსაც ამ დღეს ყოველთვის ძიმედ უწევს ამ დღეს გადატანა, იმიტომ რომ ალბათ ახალ ქეთის აღმოაჩენს ხოლმე როგორც სამუნამდგო ყოველთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ რაღაცებზე, რაც ალბათ ირაკლიმ არც იცოდა ბევრი რამე. ხო, არის ასეთი რაღაცებიც და ალბათ გარდა სიხარულისა, მისთვისაც ძალიან მძიმე არის ეს დღე და მადლობა უთხრა მინდა მას მთელი გულით ამისთვის, რომ ყოველთვის თანხმდება და არასოდეს უარს არ მეუბნება არც ერთ ჩემს წამოწყებაზე, რაც ქეთის უკავშირდება. მოკლედ მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენ ეთერში ვისაუბრეთ ახლა მე ქეთი დეისაძემ, თამარ ბაგრატიამ და მაკახეცურიანმა იმისათვის, რომ გაგვახსენებინა ქეთი ბერძენიშვილი, რომელსაც ძალიან უყვარდით და რომელიც ჩვენ გვიყვარს და გვეყარება მუდამ და ქეთი იცოცხლებს და იქნება უკვდავი, მე ასე მჯერა. მადლობა ყურადღებისთვის.